და დღის კიდევ ერთი მთავარი თემა. 29,212,000 ლარი მიიღეს ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2016 წლის განმავლობაში. ეს თანხამაც საქართველოს მოქალაქეებმა შესწირეს, დამატებით 10 მილიონი ლარით პარტიები ბიუჯეტმა დააფინანსა. დღეს აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიმდინარე შედეგები. აი რამდენიმე მონაცემი, ყველაზე მეტი დაფინანსება ქართულ ოცნებას აქვს მიღებული 19 მილიონი ლარი, 4 მილიონი მიიღო პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის, ნაციონალურ მოძრაობას შესწირეს 1,63,000 ლარი, ასევე მილიონზე მეტი მიიღო პატრიოტთა ალიანსმა. მაგრამ ეს არ არის მთავარი რიცხვები. აუდიტის სამსახურმა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობის კანონიერება შეისწავლა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯამში 250,000 ლარის ჯარიმა დაეკისრათ. რაში მდგომარეობს მათი დანაშაული და რამდენად სამართლიანად იღებენ შემოწირულობებს პარტიები? ამ კითხვებით ჩვენ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ახალმოადგინეს ნინო ლომჯარიას მიმართავთ. მოგესალმებით, ქალბატონო. მოგესალმებით. პირველ რიგში მართლაც და რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა პარტიების შემოწირულობის სისტემაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ? როგორც უკვე ახსენეთ, ჩვენ 1000-ზე მეტი შემომწირველის გამოკითხვა ჩავატარეთ და დღესაც 40 შემომწირველი დაბარებული არის გამოკითხვაზე. ასევე შევამოწმეთ 80-ზე მეტი იურიდიული პირის შემოწირულობა. ალბათ მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია აუდიტის სამსახურს და დასაქმებულ პირებს კონდეს შინაგანი განცდა, რომ შემოწირულობის წარმოშობა არის საეჭვო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იგივე დაჯარიმების საბოლოო გადაწყვეტილებას, ანუ დასტურს იძლევა სასამართლო აქ საკმაოდ მაღალი მტკიცების სტანდარტით ხელმძღვანელობს და იმ შემთხვევაში თუ ელემენტარული შემოსავალი მაინც უფიქსირდება შემომწირველს, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ კანონდარღვევაა შემოწირულობა და კანონდარღვევას ადგილი არ ქონდა. ანუ კანონდარღვევა არის ის, რომ სხვის ფულს წირავენ ადამიანები, ასე რომ ვთქვათ? იცით, არის დიახ, ანუ როდესაც ჩვენ ვსწავლობთ შემოწირულობას, ჩვენ მოვიპოვებთ ინფორმაციას მათი შემოსავლების შესახებ, მათი ხარჯების შესახებ, ბანკებიდან, შემოსავლების სამსახურიდან და სხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას მოვიპოვებთ და შემდეგ თქვათ ვაანალიზებთ ამას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად ქონდა პირს საშუალება, რომ ქონოდა დანაზოგი და პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობა განეხორციელებინა. არის შემთხვევები, როდესაც პირებს ვალიც კი აქვთ საბანკო სექტორის მიმართ და ვერ იხდიან ამვალს, თუმცა სასამართლო პროცესზე იყო შემთხვევები, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი უბრალოდ პროტესტს უცხადებენ, თქვათ ამა თუ იმ საკრედიტო დაწესებულებას და მათი სურვილი იყო, რომ პოლიტიკური პარტიებისათვის განეხორციელებინათ შემოწირულობა და ასეთ შემთხვევებშიც კი სასამართლო ამბობს, რომ ეს არის მისი პირადინება, ძალიან თვალსაჩინო თუ არ არის და ნათელი, რომ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, რომ პირს ქონოდა ეს შემოსავალი, ამ შემთხვევების გარდა სასამართლო როგორც წესი არ იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას. როგორ უნდა გასწორდეს კანონი თქვენი აზრით? ალბათ სასამართლოს არ ვიცი, ალბათ ეს უფრო არის სასამართლო პრაქტიკის თემა და სასამართლო მიდგომის თემა. მე რა თქმა უნდა მესმის ის, რომ ყოველ მხრივ უნდა იყოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჯარიმა საკმაოდ მაღალია, ორმაგი ოდენობა და დაბრუნება იმ შემოწირულობის, რაც ბიუჯეტში, რაც მან განახორციელა. აქედან გამომდინარე მე გვესმის, რომ სასამართლომ ალბათ ყველანაირი გარემოება უნდა შეისწავლოს, თუმცა ასეთი პრაქტიკით პრაქტიკულად შეუძლებელია ვინმეს დაჯარიმება, იმიტომ რომ თუ პირის შემოსავალი არის ნული და აქვს ვალები და ასე შემდეგ, მხოლოდ აი ესეთ შემთხვევებში დგება ხოლმე გადაწყვეტილება, რომ დაჯარიმდეს ეს პირი და გასაგებია. სამი საქმე არის თუ არ ვცდები უკვე პროკურატურაში გამოძიებაზე, ხო? რა შედეგებს ელოდებით თქვენ? ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ნამდვილად ინფორმაცია მიმდინარეობის თაობაზე. როგორც წესი ეს არის საქმეები, რომელთა ღირებულება, როდესაც ფიქრობთ, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვა პოლიტიკური პარტიის მიერ ან მათ სასარგებლოს და ამ მოსყიდვის ღირებულება აღემატება 100 ლარს, ეს უკვე არის სისხლის სამართლის, თქვა, დანაშაული და მისი გამოძიება ევალება პროკურატურას. აქედან გამომდინარე, როდესაც მაღალი არის შედარებით ღირებულება, ამ ტიპის საქმე
საქმეებს უკვე ჩვენ ვუგზავნით პროკურატურას, როგორც მათ განსჯათ საქმეებს, თუმცა მათი მიმდინარეობის ან პროგრესის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ოპოზიცია ადანაშაულებს აუდიტის სამსახურს, რომ მათი შემომწირველების მიმართ გაცილებით მკაცრი სანქციებია გატარებული, მაგალითად შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების შემომწირველები მხოლოდ 800 ლარით დაჯარიმდნენ, მაშინ, როდესაც პატრიოტთა ალიანსის და სახელმწიფო ხალხისთვის შემომწირველები 180.000 ლარით. რითია გამოწვეული ეს დისბალანსი, რა შეგიძლიათ პასუხოთ მათ? გამოწვეული არის იქიდან, დიახ, ეს ორი პარტია არის ძირითადად მაღალი ოდენობის თანხით დაჯარიმებული, იმიტომ რომ ამ შემთხვევებში ადგილი ქონდა ისეთ შემთხვევებს, რაზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც შემომწირველებს არ უფიქსირდებათ შემოსავალი არანაირი და პირიქით ისინი არიან, ასე ვთქვათ, ბანკის აქვთ გადაუხდელი საბანკო ვალდებულებები და ასე შემდეგ და ასეთ შემთხვევებში ეს იყო, როგორც უკვე ვთქვი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემდეგ ამას საკმაოდ მკაცრი კონტროლის ქვეშ ატარებს სასამართლო და ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ აი ამ პარტიების შემომწირველების შემთხვევაში ნამდვილად ქონდა საეჭვო შემოწირულობას ადგილი, რაც შეეხება სხვა პარტიებს, ანუ ამ ორი პარტიის გარდა, როგორც გითხარით, არის ნამდვილად შემთხვევები სხვა პარტიების შემთხვევებში, როდესაც ჩვენ გარკვეული ეჭვები ან შინაგანი რწმენა გვაქვს, რომ საეჭვო შეიძლება იყოს ამ ფულის წარმომავლობა, თუმცა როგორც გითხარით, საკმაოდ მაღალი არის სტანდარტი და სხვა შემთხვევებში ეს სტანდარტი კი ბატონო, და ბოლოს მინდა გკითხოთ, არასამთავრობოების წარმომადგენლების განცხადებით, მაგალითად ამას ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლევან ატროშვილი, შემოწირულობების 90%-ზე მეტი უკანონოა, თუმცა ამის დამტკიცება რთულია, რაც თქვენც თქვით. იზიარებთ თუ არა თქვენ შინაგანად თქვენი ყოფილი კოლეგების განწყობას? არა, ნამდვილად ამ პროცენტის დასახელება გამიჭირდება, არ გვაქვს იმის განცდა, რომ უმეტესობა არის უკანონო, ძირითადად ჩვენი ყურადღება ექცევა შედარებით მაღალი ოდენობის შემოწირულობებს, თქვათ, როდესაც რამოდენიმე 1000 ლარს აჭარბებს უკვე ამ ტიპის შემოწირულობა ავტომატურად ექვემდებარება ხოლმე ჩვენ კონტროლს და ინტერესს, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია ყველანაირი, თქვათ, თანხის შემოწირულობის გადამოწმება. ნამდვილად ვერ დავასახელებ ესეთ მაღალ ციფრს, თუმცა აი როგორც გითხარით, ესეთი ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება, თუმცა ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ აი ნამდვილად ეს წარმომავლობა არის საეჭვო, თუმცა როგორც გითხარით, ხშირად შეიძლება ეჭვი ამასთან დაკავშირებით იყოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ნინო ლომჯარია, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.